მიუხედავად ყველა მიღწევისა, თანამედროვე მეცნიერებას მაინც არ შეუძლია ახსნას ყველაფერი, რაც ჩვენს პლანეტაზე იქნა ნაპოვნი. ალბათ იმისთვის, რომ დავინახოთ ყველაფერი, საჭიროა უფრო ფართო ხედვა. გთავაზობთ საკუთარი თვალით ნახოთ 5 უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელსაც თანამედროვე მეცნიერება ვერ ხსნის. მეხუთე. მოაი აღდგომის კუნძულზე. ეს გიგანტური ქვის ქანდაკებები სავარაუდოდ 600-800 წლის წინ აღმართეს აღდგომის კუნძულზე, რომელიც განთავსებულია წყნარ ოკეანეში და ამჟამად ჩილეს სახელმწიფოს საკუთრებაა. ამ ქანდაკებების სიმაღლე 3-დან 120 მეტრამდეა და თითოეული მათგანის წონა 10 ტონამდე იზრდება. ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, ძეგლებს ძერწავდნენ ქვის ქანებისგან და ადგილზე მიჰქონდათ ჭკვიანური გადამზიდის სისტემის საშუალებით, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობაში დღემდე არსებობს ლეგენდა, რომ ეს ქანდაკებები თავიანთ ადგილებზე თვითონ მოდიოდნენ. მეოთხე. Stonehenge ინგლისში. ეს ქვების მონუმენტი ლონდონიდან სულ რაღაც 130 კილომეტრში მდებარეობს და იგი დღემდე რჩება უძველესი ცივილიზაციების ამაუხსნელ საიდუმლოდ. 30 ქვა თითოეული 4 მეტრის სიმაღლის ქმნიან იდეალური ფორმის წრეს, დიამეტრით 33 მეტრი. ყველა ადგილობრივი ლეგენდა Stonehenge-ის აგებას უკავშირებს ცნობილი ჯადოქრის მერლინის სახელს და ამ ადგილს უდიდეს მაგიურ ძალას ანიჭებს. მეცნიერულ წრეებში გავრცელებულია აზრი, რომ მონუმენტს ძველ ასტრონომიულ ლაბორატორიად იყენებდნენ. ყოველ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ ამ მონუმენტის ასაკს 5000 წელს, ნებისმიერი თეორია შოკის მომგვრელია. მესამე. ეგვიპტის პირამიდები. ეგვიპტის პირამიდები ყველაზე ცნობილი მსოფლიოს საოცრებაა, რომელიც საკუთარ თავში იტევს უამრავ საიდუმლოს, რომელთა ამოხსნა თანამედროვე მეცნიერებას არ შეუძლია. მცდელობა აეშენებინათ ხეოფსის პირამიდის ანალოგიური პირამიდა იმ დროინდელი იარაღების გამოყენებით 2014 წელს კრახით დამთავრდა. მომუშავეებმა ისიც კი ვერ შეძლეს ფუნდამენტი მზის სხივებისთვის გაესწორებინათ. 10 ტონა ქვების გადატანაზე კი ლაპარაკით ზედმეტია. გარდა ამისა, შემონახულია უამრავი ტექსტი, რომლებიც ამტკიცებს, რომ პირამიდები მოკაზმული იყო ოქროს ფირფიტებით. დღემდე დიდ საიდუმლოს ინახავს პირამიდები, რომელთა საიდუმლოს ამოხსნა კაცობრიობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად იქცა. მეორე. ინკების ოქროს თვითმფრინავი. გასული საუკუნის შუა წლებში ლათინურ ამერიკაში აღმოაჩინეს ოქროსაგან დამზადებული საკმაოდ უცნაური ფიგურები. მათ ჰქონდათ ფრთები, კუდი, მაგრამ არ ჰქავდნენ ჩიტებს, რის გამოც არქეოლოგებმა ისინი მწერების სტატუებად მიიჩნიეს. 1956 წელს ნიუ-იორკში გაიმართა გამოფენა ოქრო კოლუმბამდელ ამერიკაში, სადაც ეს ოქროს სტატუებიც გამოფინეს. სწორედ იქ შენიშნეს ისინი ავიაკონსტრუქტორებმა, რომლებიც ქმნიდნენ პირველ რეაქტიულ თვითმფრინავს. ამ ოქროს თვითმფრინავების აეროდინამიკურ მილში გამოცდის შემდეგ გააკეთეს საოცარი აღმოჩენა. დელტისებური ფრთებისა და ვერტიკალური კუდის წყალობით ეს ოქროს ჩიტი მწერები იდეალურად დაფრინავდნენ, დიდი სიჩქარით, რომელსაც ჯერ კიდევ ითვისებდნენ 1950-იან წლებში. გამოკვლევების შემდეგ ოქროს ფიგურები მუზეუმში დააბრუნეს, ხოლო დელტისებური ფრთები და მაღალი ვერტიკალური კუდი თვითმფრინავების განუყოფელი ნაწილი გახდა, რომელსაც დღესაც იყენებენ. პირველი. ნახატები ნასკას ფერდობზე. ამ ნახატების ახსნა ცდება ადამიანის ქონების შესაძლებლობებს, ვინაიდან ისინი მე-12 საუკუნემდეა შექმნილი, სხვა მონაცემებით მე-2 საუკუნემდე. ინკების ან ნასკას ცივილიზაციის მიერ და მათი დანახვა მხოლოდ ჩიტის სიმაღლიდანაა შესაძლებელი. ამ ნახატების სიდიდე ნამდვილად საოცარია. არწივი სიგრძეში 120 მეტრია, ობობა 46 მეტრი, ხვლიკი კი 188. რატომ და რაც მთავარია, როგორ იქნა შექმნილი ეს ნახატები ჯერ კიდევ ამოუხსნელია. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ასევე კომენტარების სახით დააფიქსირეთ საკუთარი აზრი.